ხვალ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე ბულგარეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. მანამდე 4 სექტემბერს საქართველოს თურქეთს უმასპინძლა და 3-2 დამარცხდა. საქართველოს მეორე შეხვედრასაც დანაკლისით ხვდება. ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. ხვალვე ევრობასკეტის მერვედ ფინალურ მატჩს ითამაშებს საქართველოს კალათბურთის ნაკრებიც. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა რიგაში თბილისის დროით 16 საათზე და 15 წუთზე დაიწყება. ბრაზილიის სააპელაციო სასამართლომ რობინიოს გათავისუფლების შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ის 9 წლიან სასჯელს ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით იხდის. რობინიო 2024 წლის 21 მარტს 2013 წელს მომხდარი დანაშაულის გამო დააკავეს. მას და კიდევ 4 ბრაზილიელ კაცს მილანის ერთ-ერთ კლუბში 21 წლის ალბანელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ. რობინიო ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მასა და ქალს შორის დამყარებული სექსუალური კავშირი შეთანხმებული იყო. პარის სენ-ჟერმენის მწვრთნელმა ლუის ენიკემ ლავიწის ზვალი დაიზიანა. ინფორმაციას კლუბი თავად ავრცელებს. მათი ცნობით მწვრთნელმა ოპერაცია ჩაიტარა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღინიშნება. პარასკევს ველოსიპედით მოძრაობისას მომხდარი შემთხვევის შემდეგ ლუის ენიკეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. კლუბი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. წერს პარიზული კლუბის ვებსაიტი.